ტრამპის მთავრობამ ირანზე სენსაციური განცხადება გააკეთა და კრიზისი ახალ დონეზე აიყვანა, როდესაც განაცხადა, რომ თეირანთან მოლაპარაკებები შესაძლოა ახლა მიმდინარეობდეს უშუალოდ უმაღლეს ლიდერთან და რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია. 2026 წლის 3 ივნის თეთრი სახლი გამოჩნდა და აჩვენა, რომ ირანის რეჟიმი ძალის პოზიციაში არ არის, არამედ შიდა, გარე, ზღვის, ეკონომიკისა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლის ქვეშ იმყოფება. მარკო რუბიომ ეს შეფასება კიდევ უფრო გაამყარა აშშ-ის კონგრესში, როდესაც თქვა, რომ ირანის უმაღლესი ლიდერი მოსტაბა ხამენეი ცოცხალია და სულ უფრო მეტად არის ჩართული გადაწყვეტილებების მიღებაში. ამავე დროს ირანი დათანხმდა საუბარს ბირთვული პროგრამის იმ საკითხებზე, რომელთა განხილვაზეც ადრე უარს ამბობდა. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ შეთანხმება ნებისმიერ შემთხვევაში იქნება და სწორედ აქ ვთულდება სიტუაცია, რაც ცდილობდა თეირანი დაემალა, რატომ ისაუბრა ტრამპმა ახლა, როგორ უპასუხებს რეჟიმი, ყველაფერს ახლავე გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და კონკრეტული კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველდღე გამოდის. დონალდ ტრამპი პირდაპირ ჩაერთო კრიზისში, რათა უარყოს, რომ შეერთებულმა შტატებმა და ირანმა კომუნიკაცია შეწყვიტეს. მისი თქმით, საუბრები გაგრძელდა ბოლო დღეებში, მათ შორის 4 დღის წინ, 3 დღის წინ, 2 დღის წინ, 1 დღის წინ და ასევე დღესადღესაც. ეს განცხადება გაფრთხილების სახით გაკეთდა. თეთრი სახლი სულს აჩვენოს, რომ ჯერ კიდევ აკონტროლებს ზეწოლის ტემპს. ტრამპის ყველაზე მკაცრი ფრაზა მარტივი იყო, დროა ირანმა შეთანხმებას მიაღწიოს ასე თუ ისე. ეს სიტყვების არჩევანი თეთრი სახლის ტონს აჩვენებს. დიპლომატიური კარი კვლავ ღიაა, მაგრამ ირანის რეჟიმი ამ კარს ჯილდოდ არირებს. ის მას იღებს როგორც ბოლო გამოსავალს, მას შემდეგ, რაც წლების განმავლობაში აშენებულ ფარს ნაწილი დაკარგა. დონალდ ტრამპი ამ ისტორიაში არ ჩანს როგორც კუთხეში მიმცხდეული პრეზიდენტი. ის ჩანს როგორც ადამიანი, რომელმაც საუბრის არხი გახსნილი დატოვა, იმ დროს, როცა მტერზე რეალურ ზეწოლას ახორციელებდა. მარკო რუბიომ შეავსო სურათი ამერიკის შეერთებული შტატების სენატში. მან ახსნა, რომ ირანი ცდილობდა შეექმნა კონვენციური ფარი თავისი ბირთვული პროექტის დასაცავად. ეს ფარი შედგებოდა რაკეტებისგან, დრონებისგან, გამშვები დანადგარებისგან, სამხედრო მარაგებისგან და საზღვაო ძალისგან, რომელსაც შეეძლო კომერციული მარშრუტების დამუქრება. ლოგიკა იყო მარტივი და სახიფათო. თეირანი ცდილობდა მიეღწია იმ ეტაპამდე, როცა ნებისმიერი ქმედება მისი ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ მსოფლიოსთვის ძალიან ძვირი დაჯდებოდა. ტრამპმა გადაწყვიტა ემოქმედა მანამდე, სანამ ეს დაცვის წერტილი ხელშეუხებელი გახდებოდა. ოპერაცია ეპიკური ვისხვა ამ კონტექსტში განიხილება როგორც ქმედება, რომელმაც ირანის სამხედრო სტრუქტურის ნაწილი დაანგრია. რუბიოს თქმით, ოპერაციამ მნიშვნელოვნად შეამცირა ირანის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა, დააზიანა რაკეტების წარმოების შესაძლებლობა, ბლობა შეამცირა დრონების წარმოება და დაასუსტა ურბანული გამშვები დანადგარები, ისინი, რასაც რეჟიმი იყენებდა. მას ზუსტი რიცხვები არ დაასახელა, მაგრამ ნათლად აღნიშნა, რომ დანაკარგი იმდენად დიდი იყო, რომ თეირანისთვის გათვლები შეცვალა. მესიჯი ასეთია: ირანს ჯერ კიდევ შეუძლია მუქარა, მაგრამ ის ვეღარ იმუქრება იმავე პოზიციიდან. ჰორმუზის სრუტის შემთხვევა ამ დაპირისპირების ყველაზე მგრძნობიარე ნაწილად იქცა. ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ სრუტის გახსნა დააპირა, მაგრამ ეს არ შეასრულა. რუბიომ პირდაპირ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ მიიღებს ისეთ სამყაროს, სადაც ირანი ყველასთვის კეტავს მარშრუტს. ფაქტობრივად გადასახადს იღებს, ემუქრება გავლელებს, მაგრამ საკუთარ გემებს თავისუფლად ატარებს. ამერიკული პასუხი თეირანისთვის ყოველდღიურ ხარჯებს ზრდიდა. ინდოწყნარი ოკეანის რეგიონში სანქცირებული გემების ბლოკადა და დაპატიმრება რეჟიმის შემოსავალს აზიანებს ეკონომიკურად სუსტი პერიოდის დროს. რუბიომ განაცხადა, რომ ირანი $100 მილიონ კარგავს შემოსავლებში, რომლებიც აღარ შედის ქვეყანაში. ეს მძიმეა, რადგან რეჟიმი უკვე აწყდებოდა პროტესტებს, მაღალ ინფლაციას, გაუფასურებულ ვალუტას და სირთულეებს სახელმწიფო აპარატის შენარჩუნებაში. სამხედრო ზეწოლა ეკონომიკურ ზეწოლად გადაიქცა, ხოლო ეკონომიკური ზეწოლა შიდა პოლიტიკურ დესგასტეად იქცა. დეტალი მოშტაბა კამენეის შესახებ ასევე ცulis კრიზისის აღქმას. რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა სხვადასხვა ვერსიები მისი რეალური მდგომარეობის, ადგილსამყოფელისა და კონტროლის დონის შესახებ. რუბიომ თქვა, რომ ის ცოცხალია და სულ უფრო მეტად არის ჩართული. ტრამპი ამ მომენტს იყენებს იმისთვის, რომ გაანადგუროს ნარატივი, თითქოს ვაშინგტონის შეთანხმებას ეხოცებოდეს. ამერიკელმა მემარცხენეებმა სცადეს ეს ვერსია გაეტანათ სენატის მოსმენაზე, მაგრამ რუბიომ უპასუხა, რომ შეერთებულ შტატებში არავინ ითხოვს. ვინაც პირდაპირ გზნობს ზეგავლენას არის ირანი, სამხედრო დანაკარგებით, შემოსავლის შემცირებით, ძვირადღირებული აღდგენით და შიდა ზეწოლით. ეს იყო მოსმენის პოლიტიკური გარდატეხა. ტრამპის მთავრობა არ ცდილობს სუსტი მოლაპარაკების გადარჩენას. ის ამოწმებს, რამდენად შორს დათმობს თეირანი ძალის დაკარგვის შემდეგ.
საჭიროა მკაფიოდ განვასხვაოთ მოლაპარაკება და ზეწოლაზე დანებება. ტრამპი ირანს ფართო შეღავათებს არ სთავაზობს, მხოლოდ იმისთვის, რომ ჰორმუზის სრუტე გახსნას. გადასასვლელის ხელახალი გახსნა საწყის პირობად განიხილება და არა საბოლოო ჯილდოდ. ამის შემდეგ დაიწყებოდა უფრო კონკრეტული მოლაპარაკებები ბირთვულ პროგრამაზე. ტექნიკური თემებით, მკაფიო ზღვარებითა და მოთხოვნებით, რომლებსაც ადრე რეჟიმი უარყოფდა. თეთრი სახლის სულს ეს თეირანმა დააკმაყოფილოს. ზღვის გამოყენების შესაძლებლობა შანტაჟისთვის და ბირთვული პროგრამა, როგორც პოლიტიკური დაცვის საშუალება. ირანი კვლავ ცდილობს შეინარჩუნოს წინააღმდეგობის ილუზია. ირანის ოფიციალური პირები საუბრობენ მოლაპარაკებების დასრულებაზე, უარყოფენ დეტალებს და ცდილობენ აჩვენონ, რომ არ თმობენ პოზიციებს. მაგრამ რეჟიმის რეალური პოზიცია უფრო სუსტდება, როდესაც თავად ზეწოლა აიძულებს თეირანს უპასუხოს შუამავლების მეშვეობით და განიხილოს თემები, რომლებიც ადრე აკრძალული იყო. ირანის აპარატს პასუხის გასაცემად რამდენიმე დღე სჭირდება. რუბიოს თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ არსებობს შიდა დაყოფა პოლიტიკურ ფრთასა და იმ უფრო მკაცრ ჯგუფებს შორის, რომლებიც სამხედრო და რელიგიურ აპარატს უკავშირდებიან, რადგან პოლიტიკოსები ხედავენ ეკონომიკურ კოლაფსს. ეს დაყოფა ერთ-ერთ ყველაზე დიდ სისუსტედ დაასახელეს ტრამპმა და რუბიომ. თუ ყველაფერი მხოლოდ იმ ირანელ პოლიტიკოსებზე იქნებოდა დამოკიდებული, რომლებსაც ინფლაციასთან, ქუჩის მღელვარებასთან და სახელმწიფო ბიუჯეტთან უწევთ გამკლავება, შეთანხმება უფრო სწრაფად გაფონდებოდა. პრობლემა რეჟიმის ყველაზე რადიკალურ ცენტრებს ეხება, რომლებიც კონფრონტაციის იმიჯის შენარჩუნებას ცდილობენ, მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო ძალები დაზიანებულია, შემოსავლები შეჩერებულია და სამხედრო ინფრასტრუქტურა დაზიანებულია. დონალდ ტრამპი სწორედ ამ ბზარის გაღრმავებას ცდილობს. ან თეირანი სერიოზულად დათანხმდება მოლაპარაკებებს, ან მოუწევს კრიზისის შენარჩუნება, რომელიც ფულს, სტაბილურობასა და ძალაუფლებას შთანთქავს. საერთაშორისო გავლენაც ირანის წინააღმდეგ მუშაობს. პრაქტიკაში არც ერთი დიდი სახელმწიფო არ სურს ჰორმუზის სრუტის დახურვა. ჩინეთი, რუსეთი, ევროპა, ენერგეტიკული ბაზარი და ექსპორტიორები ღია მარშრუტებზე არიან დამოკიდებული. ეს თეირანს მარტო ტოვებს საკითხში, რომელიც ბევრ ადამიანს ფინანსურად აზარალებს. დონალდ ტრამპმა ეს საკითხი კარგად გაიგო და ირანი ყოველდღიურად მზარდ ხარჯებთან დააყენა. თეთრი სახლი ახლა ერთდროულად ორ მიმართულებაზე მუშაობს. პირველი მიმართულებაა ბლოკადის და ეკონომიკური ზეწოლის შენარჩუნება. მეორე მიმართულებაა უფრო სიღრმისეული ბირთვული მოლაპარაკების გამოცდა, ისე რომ აღარ განმეორდეს სუსტი შეთანხმებები, რომლებიც რეჟიმს დროს აძლევდა. დონალდ ტრამპს სურს მისაღები შედეგი შეერთებული შტატებისთვის. სენატის აზრით ეს ნიშნავს, რომ ირანის უბრალო დაპირება საკმარისი არ არის. რეჟიმმა რაღაც შემოწმებადი უნდა წარადგინოს. შემდეგი ნაბიჯი დამოკიდებულია ჰორმუზის სრუტის რეალურ გახსნაზე და ირანის ხელმძღვანელობის პასუხზე ამერიკულ პირობებზე. თუ თეირანი გახსნის გადასასვლელს, მოლაპარაკებები შეიძლება გადავიდეს ბირთვული პროგრამის კონკრეტულ საკითხებზე. თუ გააგრძელებს მარშრუტის დახურვას ან კომერციულ გემებზე მუქარის გამოყენებას, ამერიკული ზეწოლა სავარაუდოდ გაგრძელდება ზღვაში, სანქციებში და სამხედრო შეკავებაში. დონალდ ტრამპმა უკვე გააფრთხილა, რომ შეთანხმება ასე თუ ისე უნდა შედგეს და ეს ფრაზა კრიზისის ცენტრად იქცევა. მე ვარ მილსონ ალოსი, გლობალ ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე შეგინარჩუნო ინფორმირებულობა სიმართლით. ახალი ამბების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალოსის საზოგადოებაში.